თეონა ბაგდაბაძე უკვე შემომიერთდა სტუდიაში. მან არსებული დათქმების მიუხედავად თავის სათქმელი მაინც ხმამაღლა თქვა, რატომ გადაწყვიტა ასე, რამდენ მნიშვნელოვანია დღეს მორალური სიცხადე და მკაფიო გზავნილებით კომუნიკაცია. თეონა, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემთან ერთად. სულ თავიდან დავიწყოთ, თეონა, შენც მიიღე თუ არა ეს წერილი და რა იყო შენი, ესე ვთქვათ, პირველი რეაქცია, რა გაიფიქრე პირველად? პირველ რიგში დავიწყებ იქედან, რომ აი ყველა შესაძლო პლატფორმას ვიყენებთ, მეც, თქვენც და ამ ეთერიდან უამრავმა ადამიანმა გააჟღერა ის, რომ ზიამაღლობელის მდგომარეობა უკვე არის საგანგაშო. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას პირდაპირ წირავს ამ რეჟიმს და არ ვიცი, აი ამის გარეშე რაიმეზე საუბრის დაწყება, თუნდაც ჰაი-ტეკი იყოს და იყოს, რა ვიცი, მფრინავი მანქანები, უბრალოდ ამორალურია, ნამდვილად, დღესვე შემიძლია ვთქვა და ნებისმიერ სიტუაციაში იგივეს ვიტყვი. რაც შეეხება ამ პროექტს, ეს პროექტი ცოტა უფრო სხვანაირად დაიწყო ჩემთვის, მე მიმიწვია ტურიზმის ალიანსმა და ჩვენმა მეგობარმა თამუნა თანდაშვილმა, როგორც ერთ-ერთი სპიკერმა და აღელვებულმა რამდენიმე დღის დღით ადრე მითხრა, რომ ჩვენი პანელი ძირითადი გამოსვლელების დროიდან არის მოხსნილი, რაზეც მიიღო ძალიან ბუნდოვანი პასუხი ორგანიზატორებისგან და პირდაპირ გეტყვით მივცემ ჩემ თავს ამის უფლებას, რომ ნამდვილად თამუნა არის ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმში რაღაცა ორგანიზატორებს, რომლებსაც მოგონი პირველად აქვთ გაკეთებული მსგავსი ტიპის ღონისძიება, არ უნდა შეეტანათ ეჭვი და ძალიან გავბრაზდი, არა იმიტომ, რომ რაღაც პანელი მოიხსნა, ეს არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ გამოვიდა ეგრეთ წოდებული გასლაითინგი, ამას ჯენზი კარგად გაიგებს, რომ ვითომ თამუნამ რაღაც პირობა ვერ შეასრულა და ჩვენი პანელი იყო დატვირთული ძალიან საინტერესო სტუმრებისგან, მე ვიყავ ყველაზე ნაკლებად საინტერესო ადამიანი, იმდენად საინტერესო ხალხი იყო, ეს იყო ჩემთვის პირველი ნიშანი. შემდეგ ჩვენ საერთო ნაცნობებს რომ მივწერე, რომ ესეთი საკითხია, ყველა მითხრა, რომ იცი რა, თეონა, შენ გეჩვენება. ეს შენ გეჩვენება, მე მესმის 12 წელიწადია. ბიზინა ივანიშვილის წერილის, აუბედითი წერილის, მე რო ვთქვი, რომ ეს ქვეყანა დაიღუპა და ეს არის 1921 წელი, ოღონდ ცოტა ადრე, შენ გეჩვენება და შენ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ. აი ეს ფრაზა მესმის სულ და აი ამ გეჩვენებას შემდეგ 9 საათში მოვიდა წერილი ორგანიზატორებთან, რომელიც საკმაოდ არაპროფესიონალურად იყო შედგენილი, მაგასაც ვიტყვი და შეხშე შემთხვევაში მგონია, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა და კომუნიკაციის და დამოკიდებულების ზოგადად კონტექსტის აღმის, იმიტომ რომ 21 საუკუნეში კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ის, რომ ChatGPT-ს ტექსტი დავაწერნო და სადღაც გავგზავნო, უნდა მესმოდეს ძალიან კარგად კონტექსტი. ეს ორი ფაქტი ძალიან ცხადი იყო უკვე იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო რაღაც ზომები და გვქონდა საუბარი როგორც მთავარი ბორდის უბრალოდ თავარი დღის მონაწილეებთან, ასევე ჩვენ ერთი დღით ადრე გადმოვიტანეთ ეს ღონისძიება და ყველა შევთანხმდით, რომ არავინ არ შევიზღუდავდით თავს რაიმე ტიპის პოლიტიკური განცხადებებიდან. ცხადია, ხა გემოვნების საკითხია და პირდაპირ ეთერში უბრალოდ პანელზე, სადაც მე უნდა მესაუბრა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება კომუნიკაციის კუთხით, როგორ ეხმარება თუნდაც ბიზნესს. არ დავიწყებდი ისეთ კონკრეტულ თემებზე საუბარს, მაგრამ ადამიანური სოლიდარობის გამოხატვა იმ ხალხის მიმართ, ვინ ჩვენს გამოძის ციხეში და მინდა რომ ამას ხაზი გაუსვათ. ჩვენს გამოძის ციხეში იმ ხალხის გამოც, ვისაც ბიზინა ივანიშვილი ძალიან მალე მიუსვამს მათ გვერდით და ეს იქნება მათი პასუხისმგებლობაც და მათი სიჩუმეც იქნება აქ ძალიან გადამწყვეტი, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ ციხეში არიან და არავის არაფერი გაუკეთებია მათ დასახსნელად. ხო, აი საქმიანი საუბარი გვაქვს თეონა და ცხადია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ზუსტად კონტექსტიდან ამოგლეჯილად თუ განვიხილავთ ამ საკითხს, ჩვენც მივიღებდით იმ წესებს, რაც არ ვიცი, კერძო ორგანიზატორმა თავის მიერ ორგანიზებულ, ესე ვთქვათ, ღონისძიებაზე დაადგინა, ხომ? თუმცა ამ დადგენასაც რაღაც გარკვეული ფორმა უნდა ჰქონდეს, ხომ? ანუ ერთი ღამით ადრე, ესე ვთქვათ, ამ შეცვლილი თამაშის წესების გაცნობა მონაწილეებისთვის, ხო, ალბათ ფორმის თვალსაზრისითაც სწორი არ იყო, ხო? შენ რა შეჭრება დაგრჩა, ანუ რეალურად ეს რაღაც გამოუცდელობის თუ არ ვიცი, რაღაც შეცდომა იყო, თუ ეს მართლა ჩანაფიქრი იყო და ცენზურის მცდელობა იყო, როგორც ეს გარედან დარჩა აღქმული ამ დრომდე.
ელენე პარალელურად კანში გაიმართა ყველაზე მსხვილი ფესტივალი კრეატიული და საკომუნიკაციო სამყაროსი, რომელიც არის ალბათ ფეიერვერკი მთელი წელი, მაგას ველით ხოლმე რომ ტრენდები ვნახოთ და ჩვენი ორი ფანტასტიკური კოლეგა სალომე ასათიანი და ვატო ქავთარაძე ჩვენი პატიმრების ფოტოებით წარდგნენ და დარწმუნებული ვარ თუ ესე შევხედავთ კანისში მონაწილეებისთვის ბევრად ნაკლებად ტკივნეული უნდა იყოს რომელიღაცა ქვეყნის პატიმრებზე საუბარი ვიდრე საქართველოში. კომუნიკაცია არ არის ეს რაღაცა პროპაგანდისტული ნარატივი, როდესაც შენ ერთი მხრივ უშვებ რაღაც ინფორმაციას და იქედან არ ელოდები უკავშირს. როგორ წარმოგიდგენია რომ დღეს საქართველოში რაიმე იყოს აცდენილი პოლიტიკურ კონტექსტს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს იყო ამ ადამიანების ძალიან არასწორი მცდელობა, რომ მოდი კატა ლეოპოლდივით ყველამ ვიცხოვროთ მეგობრულად ბოდიში საბჭოთა მულტფილმი გამახსენდა, იმიტომ რომ ჩვენც ამაზე გავიზარდეთ და შესაბამისად ეს ფრაზა ყველაზე მეტად მახსოვს, რომ აი ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი ღონისძიება. გამაერთიანებელ ღონისძიებაზე, როდესაც ვსაუბრობ, შეიძლება მე და შენ სხვადასხვა რაღაც საკითხები არის, რაშიც ცოტაა, მაგრამ რაღაცებში ვერ ვემთხოვით ერთმანეთს და შენთან კამათი მე ზოგადად ძალიან მოყვა, ძალიან ვიზრდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც გაერთიანება გვჭირდება და ამ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ღიად იჭერენ, ასამართლებენ, ხმას არიღებენ უსამართლობაზე, დღეს კიდე საერთოდ სასწაული ამბები გავრცელდა და იმათთან გაერთიანება თუ მჭირდება, რა ვიცი, ტექ ფორუმზე თუ არ გავერთიანდები, ისედაც მივალ თუ მაგის მაქვს. აი ხალხმა სხვათა შორის მან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ერთ-ერთი პასაჟი, რომ ჯიტა არ ჩანდა როგორც ორგანიზატორი, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რაც ჩემთვის არის შემზარავი, რომ ჯიტას ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომლმა ქალმა, ჩემმა ტოლმა ქალმა ჩემ შულზე ცოტა უფროსი გოგოები გაუშვა ციხეში. ანუ წარმოუდგენელი მგონია ეს ამბავი, რომ ოდესმე სხვანაირად გადავხარშო, არის ისტორიები, რომელსაც სხვანაირად გადავხარშო, მაგრამ იმიტომ რომ რაღაც მას არ მოეწონა, უბრალოდ ეს ბავშვები ჩაყარა, დაიჭირა და ჩაყარა ციხეში. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ამ мотиваციებიდან რო გამოდიხარ შენ და ადამიანებს არაძლევ იმის საშუალებას, რომ ელემენტარულად თქვან, დააფიქსირონ საკუთარი ძალიან მართალი პოზიცია, არაპოლიტიკური და ისედაც უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ეს დისკუსია გაჩნდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ და რა ვიცი მემარჯვენე მემარცხენეებზე ვსაუბრობთ თუ იმაზე ვსაუბრობთ კერძო საკუთრება უფრო მნიშვნელოვანია თუ რაღაცა სახალხო და აღიარებული ამის დრო ამის ველი პრაქტიკულად ეს არ არის ეს არის დიქტატურა რომელსაც მაგრამ მოდი უფრო კონკრეტულადაც ვთქვათ ხო ანუ შენ ხარ ადამიანი რომელსაც ასევე აქვს კერძო ბიზნესი რომელიც შენით გამართე და რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად გადის ესე ვთქვათ შენს საქმიან რეპუტაციაზე იმიტომ რომ ადგილობრივი აქტორების გარდა შენ მუშაობ მათ შორის საერთაშორისო აქტორებთანაც ხომ? აი შენს მაგალითზე რომ მითხრა, როდის ფიქრობ შენ რომ შენს საქმიან რეპუტაციას დარტყმის ქვეშ აყენებ, როცა ხმას იღებ მიმდინარე მოვლენებზე თუ როცა შეიძლება ჩუმად ხარ ან თუ ხარ? მე საერთოდ არ ვყოფ ჩემ ცხოვრებას საქმიანად და არასაქმიანად და ეს იცი შენ რომ მე ხუმრობ ხოლმე რომ ისეთ შეგრძნება მაქვს რომ ან სულ მუშაობ ან არ მუშაობ ერთი და იგივეა ჩემთვის ეს პროცესი პირველ რიგში ეს არის ჩემი ადამიანური მოვალეობა და რეპუტაცია ცხადია არის დავიწყოთ ეგენა რომ მე არასდროს რაც ქართული ოცნება სახელმწიფო სათავეებში მე მათთან არ მიმუშავია ერთადერთი შეიძლება რაღაც სტეიქჰოლდერებად ყოფილიყვნენ დიდი საერთაშორისო პროექტების იმიტომ რომ ეს ცხადია სხვა მნიშვნელობის თემაა თუმცა მე ქართული ოცნების გან ფული არასდროს არ ამიღია. აქედან გამომდინარე, მე მეტი მორალური უპირატესობა მაქვს, რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო. ადამიანური და საქმიანი რეპუტაცია ჩემთვის დგას იმაზე, რომ ვისაუბრო სიმართლე. რატომღაც ჩვენი სფეროს სპეციალისტების მიერ და ესეც საბჭოთა კავშირის კლიშეა, როგორც ფსიქიატრიაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, რომ რაღაცნაირად ეს არის ადამიანისთვის რეპრესიული იარაღი და არა მართვის, თითქოს ითვლება, რომ კომუნიკაციის სპეციალისტები რაღაცას მალავენ. არა, კომუნიკაციის სპეციალისტი მაშინ არის მაგარი, როცა ზუსტად იმას ამბობს, რაც უნდა თქვას იმ კონტექსტში და არა სხვანაირად. ამიტომ ჩემი რეპუტაცია დგას სიმართლის თქმაზე. ხადია ფორმაზე შეიძლება ვიკამათოთ ვიღაცას არ მოეწონოს, ან მოეწონოს, მაგრამ ის რომ მე ვიღაცასთან მივიდე და უთხრა რომ აი შენი არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო რაღაცის გამო ჩაგხსენი და ამ დროს მე პოლიტიკური მოტივი მქონდეს უკან, ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩემი რეპუტაციის მით უმეტეს ამ პატარა ბაზარზე. კი, აი რით ხსნი დღეს, აი ამ პრიზმიდან რაც ახლა შენ მე მითხარი, საკუთარი პრიზმიდან ბიზნესის დიდი ნაწილის დუმილს, მათ შორის დუმილს კრიტიკულ ვითარებაშიც.
პირველი რაც მახსენდება, რაღაც ხიმილით არ მინდა ამაზე საუბარი, უბრალოდ არც ნიშნის მოგებით, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკა ბატონმა მამუკა ხაზარაძემ დაიმსახურა, როდესაც მან თქვა, რომ მსხვილი ბიზნესები უნდა გადარჩნენ, მე მგონი სანქციებს, მე მგონი მე არ ვარ მარტო ვინც ეს მოისმინა და ეს იყო ჩემთვის ძალიან გასაბრაზებელი ფრაზა, იმიტომ რომ რაღაცნაირად დავინახე, რომ ეს ადამიანი ცდილობდა რაღაცეების, ან მქონდა შეგრძნება, არ ვიცი რამდენი თვითონ ცდილობდა თუ არა, რომ რაღაცების დაალაგებისკენ და მე კი ახსნა, მაგრამ იმ მომენტში მე ვიყავი ძალიან გაბრაზებული. მე ძალიან მაინტერესებს რომელი ბიზნესმენი ვის გადარჩენასაც იმ სანქციების სიდიდნად ცდილობდა ბატონი მამუკა ხაზარაძე გამოვიდა და თქვა რომ ეს კაცი არ იმსახურებს 7 თვიან სასჯელს მათ შორის ისეთებიც ახლა მე ბიზნესში ვარ 20 წელია რომლებიც მახსოვს თუნდაც ბიზნეს ასოციაციის და ამერიკის საელჩოს მიერ მოწყობილ შეხვედრაზე მწყობრად რო იდგნენ რიგში რომ ბატონ მამუკასთან ფოტო გადაეღოთ და მე Facebook-ზე დაედოთ ეს ხალხიც კი დღეს არის თევზივით გაჩუმებული ეს არის ყველაზე ამაზრზენი, რა ვიცი, შემიძლია ეს სიტყვა გამოვიყენო, რომ შენ იმ ადამიანს, რომელიც შენს გვერდით და ძალიან დიდი ნაწილი ამ ადამიანის მამუკას მიერ არის დაკვალიანებული, მე არ მაქვს მასთან შეხება და პირდაპირ ვიტყვი, მე არასდროს ლელოსამორჩეული არ ვარ და არ ყოფილვარ, ამიტომ მე არ ვსაუბრობ ამას სუბიექტური პოზიციიდან. მის მიერ დაკვალიანებული ადამიანების 80% მე ვგულისხმობ სხვილ ბიზნესს არის ჩუმად და ვიზა მოიღებენ ხმაზე, ვიზა შეტკივათ გული საკუთარი ფულის გარდა მზია ამაღლებელზე თუ ისე ვის ბიზნესი იღებს ხმას, ვინც თავის ღირებულებებში თითქმის ყოველთვის ან ყოველთვის გამართულია. რა მაგალითებიც ახლა გვაქვს. ეს ხაზი გავაგრძელოთ. ორ სკამზე ჯდომა დღეს გამოდის. ვიცი რა არის პერიოდები, როდესაც ორ სკამზე ჯდომის ადგილი არის სამწუხაროდ. მე ძალიან ბევრს ვკითხულობ და ვდებ ხოლმე ვიდეოებს და ვაკეთებ შედარებას საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეპოქების და იმის რაც ხდება ჩვენ სიტუაციაში. ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მე ვსაუბრობდი აი საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ, თავიდან ყველა რაღაც გაოცებული მიყურებდა, რომ ხე შენ რაის 27 წელს, თუმცა 27 წელია ნამდვილად. ხო, პირველად კოგნიტური დისონანსი რო ვახსენეთ, მახსოვს ეგ იყო გახსნა, როდესაც ერთი ადამიანი ციხეშია და მეორე რაღაც მისი ოჯახის წევრი შეიძლება რაღაც შავი პარკებით დარბოდეს ფულის გადასაცემად, მაგრამ ამ შემთხვევაში რას გულისხმობ? ჩვენ ბიზინა ივანიშვილმა მოგვიტანა ეგრეთ წოდებული ზასტოის პერიოდის 80-იანი წლების რაღაცნაირი მინი მოდელი გადმოიტანა საქართველოში, იმიტომ რომ მას მაშინ ეს სჭირდებოდა. ორ სკამზე ჯდომა, ეს იყვნენ ჩვენი საერთო მეგობრები, ნაცნობები, რომლებიც დადიოდნენ ამერიკაში ზოგი რაღაც ჰარვარდის კლუბში რაღაც შეხვედრებზე ხელს ართმევდნენ ზოგთან წინა ელჩი, რომლის მიმართ ამერიკის წინა ელჩის მიმართ ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა მაქვს და მაქვს ალბათ ამის თქმის უფლება, რომ ვერ გაერკვა საერთოდ რა ორიენტაციაზე იდგა ბევრი ორგანიზაცია. ეს ადამიანები ჩვეულებრივად კოჰაბიტაციას ახდენდნენ დასავლურ ღირებულებას და აბსოლუტურად შეუთავსებელ ღირებულებას, რასაც ქართული ოცნება ატარებდა მუდამ. თუმცა ეს ეტაპი დამთავრდა ისევე, როგორც დამთავრდა 37 წელს, უბრალოდ ჩვენ პირიქით მოვესწარით ამ ისტორიას, იმიტომ რომ 37 წელს ორ სკამზე არავინ არ იჯდა მარტო ერთ სკამზე იყო ჩუმად, რომ ან მე წამიყვანენ, ან იბრძოდა. ერთ-ერთი ბრძოლის იარაღი, რაც დღეს არის, ეს არის ტოტალური ბოიკოტი. პირველ რიგში არჩევნების და ამას ვიტყვი, მე მესმის, რომ ჩვენ პოლიტიკური კონტექსტიდან ვსაუბრობთ, არ არის პოლიტიკური გადაცემა, მაგრამ ერთ-ერთი, რასაც ვხედავ, როგორც მაშულ გავს და გამოსავალს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადოს ამ არჩევნებს და არავის გადაარჩენს ციხე იმისგან, რომ აი ბოიკოტი არ გამოუცხადო და მაინც რაღაცნაირად თანამებრძოლია ჩვენი. არა, ნებისმიერი პარტია, ვინც დღეს შეეცდება ფორმალიზებულად ამ ყველაფრის ნორმალიზებას, იქნება ზუსტად იგივენაირი დამნაშავე, როგორც სხვა ვინც შეიძლება ციხეში არ მოხვდა. კარგი, სულ ბოლოს და ასე მინდა რომ შევაჯამოთ, რომ აი ქართული ოცნების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების, როგორც კომუნიკაციის სპეციალისტ, მინდა რომ ასე ვთქვათ შეგაფასებინო, ხო? აი მაგალითად რომეო მიქაუტაძის, ასე ვთქვათ, დაჭერა კორუფციასთან ბრძოლა, როგორც ასე ვთქვათ, მათი საფუძველი, ხო? ასევე ვთქვათ აი კობახიძის ბოლო ბრიფინგი, სადაც მარიამ ქრივიშვილი წარადგინა და ესე ვთქვათ, მთელმა ბრიფინგმა ისე ჩაიარა, რომ ვერ გავიგეთ ლევან დავითაშვილი თავისით წავიდა, თუ გაუშვეს თუ რა მოხდა, ხო, მთელ აი ამ სურათში. აი რა გზავნილები არის ეს, აი პოლიტიკური კომუნიკაციის თვალსაზრისით და ვის აბნევენ? ეს გზავნილები არის მხოლოდ ერთი.
უბრალოდ ამ გზავნილზე უკან დგას მხოლოდ ერთი გაბრაზებული ადამიანი, რომელმაც რაღაცა ფულის დაკარგვის საშიშროება იგრძნო და აბსოლუტურად ყველანაირი ჩარჩოდან გამოვიდა, ან მე ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, გიორგი ბაჩაშვილის გადაჭრების საქმეც ეს არის და კულუარული წყაროებიდან ვიცით, რომ ყველა მის მქონება, რაზეც იყო საუბარი, უკვე აღარ აქვს ამ ადამიანს და მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ სასამართლოში იმართლოს თავი. რომეო მიქაუტაძეს და სხვა შემდეგ ჩინოვნიკებს, რომელსაც მალე ვიხილავთ დაჭეროს, რაც შეეხება, ესეც არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ამ ადამიანმა, უბრალოდ რაღაცნაირად გამოვიდნენ იმ ჩარჩოებიდან, რომელიც მათ ბიძინა ივანიშვილმა დაუწესა. ჩვენ ძალიან არასწორად ვუყურებთ იმ ფაქტს, რომ გგონია, რომ ჩვენ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, არა, ჩვენ უბრალოდ რეკეტთან გვაქვს საქმე და სხვათა შორის ეს რეკეტი რატომ თუმცა გვერდითი ეფექტები მაინც აინტერესებთ. აი მაგალითად ახლა არის გზავნილები, რომ კორუფციის რეიტინგებში გვინდა, რომ ესე ვთქვათ, წინა პლანზე ვიყოთ, რასაც შემდგომ გამოიყენებენ. ხო, ანუ აი ამას ვამბობ, ანუ გარედან როგორ აღიქმება აი სურათი და აღიქმება თუ არა ცალსახად, აღიქმება თუ არა მკაფიოდ და აი ამ შიდა დუმილების ფონზე ესე ვთქვათ, რამდენად გარეთ რამდენად მახინჯდება რეალურად სურათი, ხო? ესეც მნიშვნელოვანია. კი, რა თქმა უნდა, ესე შევხედოთ ჩვენ ამ პროცესს, რომ ის ადამიანები, ვინც ბოლო რეიტინგით სადღაც 30-32% იზულებით დიდი ნაწილი თავისით ვერ ხვდები, ოღონდ არის რაღაცა, რაც ჩემს წარმოუდგენელია. ემხრობა ქართულ ოცნებას, ხადია მათთვის არის მაშველი რგოლი. მოდი არ შევხედოთ ამას როგორც საკომუნიკაციო სიგნალს, არამედ როგორც მაშველი რგოლი, რომ აი ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. თუმცა ეს რაღაცის ვაკეთებს გამო არ არის ეს ადამიანები დაჭერილი, ესენი არიან პირადი ანგარიშსწორებით ბიძინა ივანიშვილის მიერ. აქედან გამომდინარე გონიერ საზოგადოებაში ერთადერთი რასაც ეს აჩენს არის, რომ ეს კაცი არავის არ დაინდობს, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ამ კაცთან შენ მოლაპარაკებას შეხვალ, უნდა იცოდე, რომ უნდა ითამაშოს სრულიად მისი თამაშის წესით. ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა. ვინც შევიდა და ითამაშა მისი თამაშის წესით, ის ბოლომდე გაყვება მას. ვინც არა, ის ჩაყვება და შეიძლება უარეს დღეში იყოს, ვიდრე თუმცა ვინც ეს წესები მოიგონა, ის ყოველთვის თავით. კი, რა თქმა უნდა, ზუსტად ესე. ეს იყო თეონა ბაღდავაძე, დიდი მადლობა მას.